ეს პროცესზე ვით ბრძანდებით დაახლოებით 40 კაცი შეგიძლიათ შევამზადოთ. იდეაში არ არსებობს პასუხი ზუსტი ამ ამბავზე, არ ვიცი, მაგრამ არსებობს შანსი რომ გამოაცხადო მოსამართლეს თუ ექნება უკვე მიღებული დირექტივა რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მაშინ და თუ აწყობთ დღეს გამოაცხადოთ, მაშინ გამოაცხადეთ დღეს. არ სურს ბატონო მოსამართლე. დღეს სურს რომ გამოაცხადოთ გადაწყვეტილება. ხოდელებას გამოცხადდება 2025 წლის 23 ივლისის 11-ის ნახევარში. ასეთი ტიპის რეჟიმს, რომელსაც ეს ტოტალიტარიზმი უკვე საკმაოდ ღრმად შეეპარა, მათ ახასიათებთ ადამიანების წამება. ხო. всё, გავიგე. Anton Chechire, это тауში რაღაცის დარგონაკრენა პასპორტმა დაადეს. ისე ჩატოვა ციხეში. გასაგებია. ოკეი. იმ სხდომის დასწრების შემდეგ დააპატიმრეს ნიკა გვარამია, შეიცვალა ბევრი რამ და მას არ სურს ამ სასამართლოში მონაწილეობა, სადაც უკანონოდ აპატიმრებენ ადამიანებს პოლიტიკური მოსაზრების გამო. მოებით საგამოძიებო კომისია არის პოლიტიკური და პარლამენტი არის პოლიტიკური და ყველა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და საქმე ჭირდება პოლიტიკური განცხადებები. როგორ შეიძლება ეს პოლიტიკური საქმე არ იყოს? როგორც პროკურორის ინტერესი არის პოლიტიკოსი ციხეში წავიდეს? ჩემი როგორც პროკურორის ინტერესი პოლიტიკოსი ციხეში გაშვება არის. ჩემი როგორც პროკურორის ინტერესია დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა შესაბამისი რეაგირება. პოლიტიკური პროცესები ეს არ არის. ეს არის საქმე, რომელიც ეხება ბრალდებულის ქმედებას, რაც მან განახორციელა. შესაბამისი რეაგირება ბუნებრივია სასამართლოს უნდა ჰქონდეს. ზურა შემთხვევაში ხელოვნურად წელავს უკვე მოსამართლე თვითონ გადაწყვეტილების გამოცხადებას, არ ვიცი რატო. ჩემ შემთხვევაში ცოტა სხვაგვარად არის, პირიქით აჩქარებს პროცესს, რაც შეიძლება სწრაფად გაიაროს. დაანჩენს ნახავთ, მე ვფიქრობ, რომ ერთ კვირაში ყველაფერი გაირკვევა. ვახენებ კენჭისყრაზე საკითხს, რომ ზურაბ გირჩიჯაბარიძის საქმეც გადაეგზავნოს შემდგომი სამართლებრივი შეფასებისა და რეაგირებისათვის საქართველოს პროკურატურას, ვინ არის მომხრე. ამ საკითხზე სამდივნოს დაევალოს, რომ სხდომის დასრულებამდე ყველა მტკიცებულება და დოკუმენტაცია შეკრიბოს და ის დღის ბოლომდე გადაეგზავნება საქართველოს პროკურატურას.